ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ფორდის მარკის სამარშრუტო ტაქსი და BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების განცხადების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება, დანარჩენები რეანიმაციულ და ნეიროქირურგიულ განყოფილებებში არიან მოთავსებულები. ავარიის მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ. Ramedi saati da 5 წუთი იყო რომ გამოგიძახეს. გამოვედით უკვე ასეთი მდგომარეობა დაგვდა. გადაყვანილი იყო დაზარალებულები და რა სხვა არაფერი არ იყო. აი დახმარება დაჭირდათ რაალება ის. ჩვენ ახლა რო არ გაქცეს ხანძარი ახლა გადაყვანის დროს იმის დროს მაგიტო ვართ აქ.